ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ეს თემა ისევ უთანხმოების საკითხია ოპოზიციაში. პარტია გირში აცხადებს, რომ პროცესში ჩაერთვებიან მუნიციპალური არჩევნებისთვის მზადების შესახებ მიუთითებს გიორგი გახარიას. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსჯელებს, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და აქციების დროს დაკავებული პირები გათავისუფლდებიან. მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გარე ძალების გადაწყვეტილების მოლოდინშია. არ განვიხილავთ საერთოდ ამ საკითხს, როგორც საკითხს, სადაც ეს არ არის აქტუალური, რელევანტური ან საინტერესო. ერთადერთი რაც ახლა არის საინტერესო, აქტუალური და რელევანტური არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობა კონდეს, რომ პროცესი დაუბრუნდეს სწორ ჩარჩოს და იმისათვის რომ მოვახდინოთ გადატვირთვა პოლიტიკური სისტემის. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. თვითმმართველობის არჩევნები ვერ იქნება ამ კუთხით გამოსავალი ვერც ერთი შექმნილი პრობლემიდან. უპასუხეთ საზოგადოებას, ხართ თუ არა მზად იმისათვის, რომ გაათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩანიშნოთ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დროებითი ადმინისტრაციის პირობებში. აი, ამის შემდეგ იქნება მკაფიო პასუხი ყველა პოლიტიკური პარტიისაგან, მაგრამ დღეს უკვე ამ ვითარებაში შეუძლებელია კეთილსინდისერმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. იქამდე ვიდრე პოლიტიკური პატიმრები არიან ციხეში და არ არის ჩანიშნული ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. შეიძლება ვიღაცა არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, მაგალითად ნაცებში ან გვარამიას პარტიაში, მაგრამ მაგალითად ლელო და გახარია მგონია შიშრები, რომელსაც ეშინიათ უბრალოდ ბულინგის და ვერ ამბობენ ღიად რომ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, იმიტომ რომ ყველაფერი მიუთითებს, მათ შორის მათი განცხადებები, რომ აპირებენ მონაწილეობის მიღებას და უბრალოდ ვერ ბედავენ ამის ღია თქმას. და სამწუხაროა, რომ ასეთ შიშარა პოლიტიკოსებს ქართულმა ხალხმა არჩევნებზე დაუჭირა მხარი და იმედია მეტი აღარ გააკეთებს, არ დაუშვებს ამ შესტონას. ჩვენ ხედავთ, რომ გარკვეული დაპირისპირების საგანიც კი გახდა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა, ისინი დაერივნენ ერთმანეთს ამ თემაზეც, ცხადია, არ არსებობს მათ შორის კონსენსუსი, თუმცა როგორც უკვე უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ისინი ისე მოიქცევიან, როგორც მითითებას მიიღებენ უცხოეთიდან, შესაბამისად, თუ მათ ეტყვიან, რომ საჭირო არის მათი არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ისინი ცხადია დაუყოვნებლივ შეასრულებენ ამ დავალებას, ხოლო თუ ეტყვიან, რომ მათ უნდა განაგრძონ დესტრუქციული ქმედებები და ეს წაადგება საქართველოს დემოკრატიულ უკუსლვას და არ დაასხავს მათ წისქვილზე წყალს, ცხადია ისინი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.